ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმების ხელმოწერა დაგეგმილი არ იყო. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა ეს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება? თქვენ შესთავაზეთ ეს ამერიკის პრეზიდენტს. ეს საკმაოდ სპონტანურად მოხდა რამდენიმე დღის შემდეგ, რადგან ამერიკის პრეზიდენტი საფრანგეთში ორშაბათიდან იმყოფებოდა. G7-ის სამიტისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი შესაძლებელი გახადა, ჩემი აზრით. და შეთანხმება რამდენიმე საათით ადრე იყო მიღწეული და უნდა დასრულებულიყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ირანულ და ამერიკულ ხარხარებს შორის. ეს საბოლოოდ დასრულდა ბოლო მითითებებით ამ G7-ზე და ეს არის ის, რაც გუნდებმა გადაწყვიტეს. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ სწორი იყო, ასე მოქცეული იყო, კარგი იყო, რომ არ დაელოდა და შესაძლებელი გახდა ხელმოწერა ამ პირობებით. და ახალი ეტაპი დაიწყო. ამიტომ ამერიკელებს უნდათ ამის გაკეთება ვერსალში. ეს იყო საერთო შეთანხმება. გამარჯობა. და ეს კარგია. და ეს საშუალებას გვაძლევს ყველაფერი ეს ასევე ჩავთოთ ამ G7-ის კონტექსტში, რომელმაც საბოლოო ჯამში რა უზრუნველყო? რომ საერთაშორისო თანამშრომლობა თავიდან დაიწყოს. და ჩვენ დავბრუნდებით ამ G7-ის შეფასებაზე. ფაქტობრივად, დიახ ბატონო, თქვენ მიესალმებით ამ შეთანხმებას, ჩვენ დეტალურად დავუბრუნდებით ამ 14 პუნქტიან შეთანხმებას, მაგრამ არის პირველი კითხვა, რომელიც ჩნდება. 128 დღის კონფლიქტის, რეგიონის დესტაბილიზაციისა და ესკალაციის რისკის შემდეგ, ვინ მოიგო ეს ომი, ბატონო პრეზიდენტო? არ ვფიქრობ, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს დასრულებულია. ამ სიტუაციას წლებია ვიცნობთ. არავის უნდა და პირველ რიგში საფრანგეთს, რომ ირანმა ბირთვული ბომბი მოიპოვოს. სწორედ ამიტომ 2015 წელს პირველი შეთანხმება გაფორმდა. შემდეგ ის 2018 წელს შეერთებულმა შტატებმა გააუქმა. ბევრი ვიბრძოლეთ. და საბოლოოდ საფრანგეთის პოზიცია ასეთია. ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული ბომბი, არც ბალისტიკური შესაძლებლობები, ანუ შორი მანძილის რაკეტები. და უნდა შეწყვიტოს რეგიონის დესტაბილიზაცია, განსაკუთრებით ერაყში, ლიბანში და იემენში. საფრანგეთი ყველაფერ ამას ინარჩუნებს. ომი დაიწყო. ეს საკითხია, მაგრამ გეუბნებით, რომ პასუხი მკრისიერი არ არის. ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ვცადე ამ დიდი შვიდეულის სამიძე და ამას ვცდილობ წლებია. ამ ომის დაწყების გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები იღებს, რადგან მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა. ეს ხდება მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს. რაც იმ მომენტში თქვით, იყო ის, რომ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ არ ვიზიარებთ მიზნებს, რადგან ისინი საკმაოდ გაუგობრად ჩანს. უკვე რამდენიმე კვირაა მოუწოდებთ ბრძოლების შეწყვეტას და სამომავლო უახლოესი მოლაპარაკებების ჩარჩოს ჩამოყალიბებას. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კარგი რამაა. აი რატო უჭერთ მას მხარს? იმიტომ რომ ეს ხელმოწერილი შეთანხმება საშუალებას იძლევა ცეცხლის შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტა ასევე ეხება ლიბანს. მეორეც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა. და დღეს დილით ფრანგული დროშის მქონე გემმა შეძლო სრუტის გავლა. წავიდეთ სრუტის ხელახლა გახსნაზე. და ამას კონკრეტული გავლენა აქვს ეკონომიკებზე. სხვათა შორის ნავთობის ფასი დაეცა და ვნახოთ ბენზინგასამართ სადგურებზე ეს მოსალოდნელი იყო და ეს ჩვენი როლის ნაწილია. მესამე რამ ისინი ამბობენ 60 დღე განმავლობაში იყოს მშვიდობა. და ლიბანმა კვლავ იპოვოს მშვიდობა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. ამიტომ ეს უნდა შენარჩუნდეს. და შემდეგ ჩვენ სტრუქტურას მივცემთ მოლაპარაკებებს. ამ 60 დღე ბოლოს ჩვენ უკვე გვეცოდინება. იმისთვის რომ ყველას კონდეს წარმოდგენა, რას გავაკეთებთ ბირთვულსა და ბალისტიკურთან დაკავშირებით და გვექნება თუ არა ირანი უფრო ნაკლებად საშიში ვიდრე ადრე, დღეს ამის თქმა არ შემიძლია. ვიცი მხოლოდ ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის უკეთესია შეთანხმება ვიდრე ომი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესკალაციის რისკი არსებობს. და სწორედ ასეთი იყო ეს შემთხვევა. ეს არის რაღაც, რაც საშუალებას მოგცემს ლიბანს დაეხმაროს თავისი ტერიტორიის კონტროლის აღდგენაში, ჩვენი ეკონომიკებისთვის მნიშვნელოვანი გზების გახსნაში და ამ მოლაპარაკების დაწყებაში. მაგრამ სინამდვილეში ასია. თუ 60 დღე ბოლოს ყველა პირობა არ დამტკიცდება, ჩვენ შეგვიძლია მისი გაგრძელება. მაგრამ ჩვენ შევედით თანამშრომლობისა და დიალოგის ახალ ფაზაში, რაც, როგორც მე მგონია, ომზე უკეთესია და ყველასთვის უფრო ეფექტური გზაა. სინამდვილეში რა იყო ამ ომის სირთულე თავიდანვე? რა იყო მიზანი? თუ მიზანი ბირთვული შესაძლებლობების განადგურება იყო, ჩვენ უკვე გვექნებოდა 2020 და 2025 წლების გაზაფხულის ოპერაციები და შესაბამისად გვაქვს გამდიდრებული ურანი. და ეს არის ძირითადი საკვანძო საკითხი მოლაპარაკებებში. საჭიროა ვიცოდეთ, გავაზავებთ მას ადგილზე თუ გადავიტანთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კონტროლის ქვეშ. მეორე მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო იმის თქმა. ჩვენ გავანადგურებთ ყველა ბალისტიკურ შესაძლებლობას. ეს გაკეთდა. მაგრამ შეერთებულმა შტატებმა არ თქვა, რომ ომი დასრულდა, რომ მათ მიაღწიეს მიზანს.
და ასე იყო თავიდანვე გარკვეული არაერთმნიშვნელოვნება და ჩანდა რომ მიზანი შეიძლებოდა ყოფილიყო რეჟიმის შეცვლა, მაგრამ რეჟიმის შეცვლას ბომბდამშენებით ვერ მივახცევთ. ეს არ გაგვიკეთებია. მან დონალდ ტრამპი გაიგო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით არ ვისაუბრებ. რაც შევნიშნე, ის იყო რომ მას გარშემო ყავდა ადამიანები პოლიტიკურ წრეში, სახლში, რეგიონში, რომლებიც უბიძგებდნენ რომ ბევრად უფრო შორს და ბევრად უფრო ძლიერად ემოქმედა. და რაც ხედავ, არის ის რომ რეჟიმის შეცვლა მიზანია, რომელიც პირველ რიგში თავად ხალხის მიერ მიიღწევა. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ის, რაშიც მტკიცედ გვჯერა. და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის მასშტაბური სახმელეთო ოპერაციები. ეს არის თვეები, წლები ომის. და ნახეთ რა მოხდა ავღანეთში. რეჟიმის შეცვლამ წარმატებას მიაღწია 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ. არა. ამიტომ საჭიროა დიდი თავმდაბლობა და სიფხიზლე. ამიტომ იმ მიზნებთან დაკავშირებით, რომლებიც დასახული იყო და ლეგიტიმური იყო, ჩვენ გვაქვს ირანი სამხედრო თვალსაზრისით უფრო დასუსტებული, ბირთვული თვალსაზრისით უფრო დასუსტებული. უბრალოდ ირანში არის მოსახლეობა, რომელმაც ძალიან ბევრი იტანჯა. მაგრამ რას ეუბნებიან მათ? მოსახლეობა, რომელიც ასევე წინააღმდეგი იყო მათი რეჟიმის და რომელიც ცოტათი გაერთიანდა ნაციონალიზმისა და პატრიოტიზმის გამო. და შესაბამისად ფიქრობ, რომ მთელ რეგიონს სჭირდებოდა მშვიდობის აღდგენა. ფიქრობ ასევე სპარსეთის ხურის ქვეყნებზე და რეგიონზე, რომლებიც დაზარალდნენ, რომ საფრანგეთს დაეხმარა ჩვენი თავდაცვის შეთანხმებები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, საუდის არაბეთი, მაგრამ ასევე ბაჰრეინი და ბაჰრეინი და ქუეითი. და ასე რომ ფიქრობ მშვიდობა იყო საჭირო. ეხლა ვითხოვდი ახალი ეტაპი იწყება. სწორედ ამ ახალ ეტაპზე ის საკითხები, რომლებიც დააყენეთ, შეიძლება გადაწყდეს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის პირისპირ შეხვედრაზე. ბირთვული საკითხი, ბალისტიკური საკითხი და ზოგიერთ პუნქტიც კი ამ შეთანხმებიდან, რომელთა განხილვაც თქვენთან მსურს. როდესაც გავიგეთ, რომ ამ შეთანხმებით ირანი მიიღებდა სანქციების მოხსნას, გაყინული სახსრების გამბლოკვას, 300 მილიარდი დოლარის რეკონსტრუქციის ფონდს, ირანის მხრიდან ბუნდოვანი დაპირებების სანაცვლოდ ამ საკითხებზე. ამიტომ ფიქრობ, რომ ყველაფერს ერთბაშად არ უნდა ველოდოთ. დიახ, არის საწესი რაღაცები, რაც მოხდება, რაც უკვე ვახსენე. და სხვათა შორის ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. და ბრიტანელებთან ერთად ჩვენ განახორციელეთ ეს საერთაშორისო მისია. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია იქ ვიყოთ, შეგვიძლია ძალიან სწრაფად 24 საათში ჩვენი გამანადგურებლები გავაგზავნოთ. ჯერჯერობით ისინი სურთ მართონ შეთანხმების პირობების მიხედვით და ეს უკვე მიმდინარეობს. მაგრამ მთელი ეს სამუშაოა ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენი ნაღმების, განაღმველები, ჩვენი ავიამზიდი მის გარშემო მყოფი ფრეგატებით. ასევე ტექნიკურადაც დავეხმარებით გახსნაში, რადგან გვაქვს გამოცდილება ამ სრუტის მენჯის არხის მართვაში. ეს არის პირველი ელემენტი. მეორე, რაც შეეხება მოლაპარაკების დანარჩენ ნაწილს, სწორედ ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ ეს კარგი იდეა არ იყო. აი რატო შევუერთდით ამ ომს. ეხლა ერთი კვირის წინ, სადაც ვიყავით, ომი გრძელდებოდა, ბომბდაშენები მიმდინარეობდა, შესაძლო ესკალაციით და არ არის ადგილი. ან კიდევ ჩვენ არ მივდივართ იმავე ადგილებში, სადაც საფრანგეთში არ ამბობენ, გააკეთეთ რამე ბენზინის ფასის გამო. გააკეთეთ რამე ჩვენი ეკონომიკისთვის. ვუხურებთ სოფლიო პროგნოზებს, სადაც ხედავთ, რომ ის ცირდება. რა უნდა გავაკეთოთ? საიდან დავდებთ თვირთს? ცხადია, რომ მშვიდობის დასამყარებლად. მე არ ვიხე უკან ამ ომის გამართლებაში. რომ ვეთანხმებოდე, საფრანგეთის ძალისხმევას შევუერთდებოდი. უბრალოდ ვამბობ, რომ ამ მომენტში გვაქვს მიზეზი ვიზეიმოთ, რადგან ეს რეგიონისა და საფრანგეთის ინტერესშია. შეიძლება თქვა როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. საჭიროა ყველაფერი მეთოდურად გაკეთდეს, მეთოდურად. ანუ, როდესაც ომი მიმდინარეობს და როდესაც სრულიად შესაძლებელია კონფლიქტის შეწყვეტა, მაშინ კი ჩვენ ვამბობთ დიახ. შემდეგ იწყება ახალი ეტაპი. რა არის მნიშვნელოვანი სათქმელი? მაგრამ არა, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის კი დიახ არ არის და არც სიცოცხლე არსებობს თუ არ წავიწევით წინ. სხვა შემთხვევაში ისტორია თავის გზას გაივლის. და ეს სხვათა შორის ყველაფერია, რაც ამ G7-მა აჩვენა უკრაინასა და რეგიონზე. რას ვამბობთ მაშინ? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სრუტე მდგრადად დარჩეს ღია. ეს არის ის, რასაც ბრიტანელებთან ერთად ვთავაზობ ჩვენი მისია. მეორე რამ, რასაც ვამბობთ, ლიბანი მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას. და ესე დღეს, შუა დღეს ლიბანის პრემიერ-მინისტრი ვნახე, ის ჩემს გვერდით იყო. ის რამდენიმე დღეში დაბრუნდება. რა უნდა გავაკეთოთ? ეს იყო ის, რაც პრეზიდენტ ტრამპს შევთავაზეთ, რაღაც რაზეც რეგიონში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად მუშაობთ. მობილიზებას მოვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების, რათა ლიბანის არმიას დავეხმაროთ თავისი ტერიტორიის კონტროლის აღდგენაში.
მეორე საკითხი. ამ შეთანხმებაში ვამბობთ, ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში ვრცელდება ჰეზბოლაზე, ირანზე და ისრაელზე. ვინც ამ ეტაპზე არ არის პატივცემული. ბოლო დღეებში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ასე რომ გარკვეული სირთულეები არსებობს, მაგრამ არაფერი იმასთან შედარებით, რაც ადრე ჰქონდა ნანახი. შესაბამისად, ზეწოლა უნდა განხორციელდეს ყველას მიმართ. ზეწოლა ირანზე, შეერთებული შტატების ზეწოლა ისრაელზე. და ამ შეთანხმების პირობებით გათვალისწინებულია ისრაელის ძალების გაყვანა. და შესაბამისად მოგვიწევს აშენება. საფრანგეთმა 2 წლის წინ, როდესაც უკვე მოხდა ლიბანის სამხრეთის ოკუპაცია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ჩვენის კოორდინაცია გაუწიეთ. აქ ჩვენ ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან, ლიბანთან, ისრაელთან ერთად, რათა შევქმნათ ტერიტორიის დაბრუნების პროცესი. ასევე ჰეზბოლას იარაღის გადაცემა ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის. მაგრამ ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ? მომისმინეთ. თუ თქვენ გაქვთ პასუხები ყველაფერზე, ან ეჭვები ყველაფერზე, ჩვევები ყველაფერზე, მე თავს დაგანებებთ. მაგრამ საჭიროა რომ თქვენ გქონდეთ მოთმინება და ჩვენ ვიყოთ თავმდაბლები. რას ვაკეთებთ კონკრეტულად? მაშ ლიბანის შესახებ ჩვენ თავიდან დავიწყებთ ყველაფერს და მოვიზიდავთ დაფინანსებას რეგიონიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რათა დავეხმაროთ ამ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს. და ბოლოს არის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ საკითხზე. ეს მოლაპარაკება დაიწყება შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, როგორც ეს მოხდა 2015 წელს. თუმცა რომ ეს დასრულდეს, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი აუცილებელია, რადგან ჩვენ ვართ ისინი, ვინც შეგვიძლია ავიღოთ საერთაშორისო სანქციები, რომლებიც გაეროს ფარგლებში მიიღება. შემდეგ ჩვენ ვართ ძალა გამოცდილებით, ჩვენ ვიქნებით ასოცირებული. და რაც შევთავაზე შეერთებულ შტატებს, იყო რეგიონის ყველა ქვეყნის ასოცირება, რადგან ამ ომმა ნათლად აჩვენა ერთი რამ. რეგიონის ყველა მეზობელი არის მსხვერპლი. ამიტომ ისინი უნდა იყვნენ ასოცირებული ამ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებასთან. ჩვენ პროცესის დასაწყისში ვართ. ყველაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. არის კითხვები, ბევრია და მეც უზიარებ მათ. მაგრამ ჩემი როლი რა არის? მოქმედება, შეთავაზება, იყო ხელმძღვანელი. მინდა მხოლოდ ერთი შენიშვნა გავაკეთო ბენიამინ ნეთანიაჰუს დამოკიდებულებაზე, რომელიც უკვე აშკარად აცხადებს, რომ სურს თავისი ჯარები ადგილზე დატოვოს. დონალდ ტრამპმა, რომელსაც ლოგიკურად კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, დღეს შუადღეს მას დაურეკა და გონიერებისკენ მოუწოდა. ეს ის სიტყვაა, რომელსაც თქვენც იყენებთ? მე ვითხოვდი, რომ უნდა აჩვენოს პასუხისგებლობის გრძნობა და გონიერება. ზოგადად ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს არ აქვს პოლიტიკა. მან მიაღწია რეალურ უსაფრთხოების შედეგებს, დაიცვა თავისი ქვეყანა საფრთხეებისგან. არ ვეთანხმებოდი მას იმაზე, რა გააკეთა ღაზაში ძალიან ადრე, რადგან ვფიქრობ, რომ მან არ იბრძოლა მხოლოდ ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ, რაც ლეგიტიმური იყო 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ. არამედ მან უსამართლოდ დააზარალა სამოქალაქო მოსახლეობა. მაგრამ პოლიტიკა, რომელიც გრძელდება ღაზაში, პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება დასავლეთ სანაპიროზე, ახალი და უწყვეტი კოლონიზაციებითა და სრულიად მიუღებელი ქმედებებით, და პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება ლიბანის სამხრეთში, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეწინააღმდეგება ისრაელის ინტერესებს, რადგან ის კვებავს წყენას და ძალადობას რეგიონის ყველა მოსახლეობაში. და შესაბამისად დღეს ეს ვერ მოხდება ერთ დღეში. არ ვაკნინებ იმ ფაქტს, რომ ჰეზბოლა საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის. ეს მართალია. და სწორედ ამიტომ ამ შეთანხმებაში რაც უნდა დავასრულოთ, არის ის თუ როგორ უბრუნდება ლიბანი. იღებს იარაღის კონტროლს და ყველაზე მთავარია უზრუნველყოფთ ისრაელის უსაფრთხოებას. და ისრაელი უნდა იყოს ამაში ჩართული. მაგრამ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი მეზობელი ტერიტორიის დაპყრობით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონო პრეზიდენტო და ასე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად ბოლო დღეებში შეცვალა დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მიმართ. და ვფიქრობ, მხოლოდ ამ პირობებში შევძლებთ შვიდობის აშენებას. მხოლოდ კიდევ ერთი სიტყვა ჰორმუზის სრუტეზე, რადგან იქ დღესაც ბევრი რამ დგას სასწორზე. რა გარანტია გაქვთ, რომ ჰორმუზის სრუტე ამ მოლაპარაკებების შემდეგ, ამ 60 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ირანელების მიერ გარკვეულწილად არ იქნება პრივატიზებული ან დაბლოკილი, რომლებიც უკვე აცხადებენ, რომ გამოიყენებენ მომსახურების გადასახადებს, ერთგვარ გზის გადასახადს დააკისრებენ. პირველ რიგში ჩვენ არ მიგვიღია გარანტია, რადგან ეს არ არის შეთანხმება, რომელშიც საფრანგეთი მონაწილეობს. ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს მომხდარიყო და განხორციელებულიყო. მე ვრეკავდი ამ თვეების განმავლობაში როგორც პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე პრეზიდენტ პესაჩკინთან, რათა შეგვეჩერებინა ეს კონფლიქტი და დავსტარიხავით მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ ნაყოფიერად განგვეხილა და მოგვეწესრიგებინა საკითხები. მაგრამ დღეს ეს შეთანხმება ჩვენ არ მოგვიწერია. ის ითვალისწინებს უპირობო გახსნას 60 დღე განმავლობაში. რაც დღეს დილით ვნახეთ, სწორი მიმართულებით მიდის, შევამოწმებთ.
შემდეგ კი ჩემი თვალსაზრისით ეს განხილვის თემაა. პრეზიდენტმა ტრამპმა მე გუშინ მითხრა, შეთანხმება ძალიან ნათელია, ის გაიხსნება ტარიფის გარეშე და ასე შემდეგ. და საერთაშორისო სამართალი ამ საკითხში ნათელია. როგორც საერთაშორისო სამართალი, ასევე პრაქტიკა ნიშნავს თავისუფალ მიმოსვლას და არა ტარიფებს, არც მომსახურების გადასახადებს და ასე შემდეგ. და ეს ეხება როგორც ლა-მანშის არხს, ასევე მალაკას, ბაბელმანდების გავლით. მნიშვნელოვანია, რომ ეს პატივისცემით იყოს დაცული. ეს ნიშნავს საწვავის ფასების ნორმალიზებას ფრანგებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ. მოусმინეთ, მე ფრთხილი ვარ. გეუბნებით, რას შეგვიძლია გავაკეთოთ და რატომ. მართალია რომ ამბობთ, ეს შეთანხმება კითხვებს აჩენს. ამიტომაც ხიზლად ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ავამაღლოთ ისინი. მაგრამ ამ შეთანხმების ხელმოწერამ მაშინვე შეამცირა ფასები. ფასები ძალიან იყო გაზრდილი, მაგრამ ისევ დაბრუნდა. ის უნდა ყოფილიყო დაახლოებით $81 ბარელზე, ცოტა ხნის წინ, ან ოდნავ ნაკლები. ამიტომ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები ზოგან უკვე დაიწყო შემცირება და კიდევ აიკლებს. ეხლა საჭიროა რომ ეს დასტაბილურდეს. თუ დავასტაბილურებთ, ფასები დაიკლებს. შემდეგ კი ჩვენ კვლავ ავამუშავებთ საწარმოო შესაძლებლობებს. ამავე დროს და ეს ასევე იყო დიდი შვიდეულის გადაწყვეტილება, საჭიროა ვისწავლოთ მომხდარიდან. ჩვენ არ შეგვიძლია ყველა ვიყოთ დამოკიდებული ამ სრუტეზე. შემდეგ კი გადავწყვეტეთ ერთად დავაფინანსოთ ყველა ალტერნატიული მარშრუტი. ანუ რომ ნავთობი და გაზი შეძლონ ჰორმუზის მეორე მხრიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიიდან, ფუჯაირას გავლით გასვლა. რომ ასევე შეძლონ გაზსადენებით გასვლა და ნავთობსადენები საუდის არაბეთის გავლით. შემდეგ კი ეგვიპტეში, ევროპამდე. რომ ასევე შეძლონ გასვლა ერაყის, სირიისა და ლიბანის გავლით, რათა მიაღწიონ ხმელთაშუა ზღვას. ანუ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე და მის გავლაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ ზეწოლის ბერკეტს და ეს არის ის, რაც ირანელებმა აშკარად აღმოაჩინეს ომის დროს. იყო ზეწოლა, განსაკუთრებით ეკონომიკაზე, შეშემცირებული ზრდის პროგნოზები და მაღალი ინფლაცია. რა უჯდება ეს ომი საფრანგეთის ეკონომიკას? ჯერ ძალიან ადრეა, რაიმეს თქმა. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზები შემცირებულია, ამავე დროს ბოლო 2 წლის პროგნოზები და რეალური მაჩვენებლები ჩვენი ეკონომიკისთვის გაზრდილია. ეს კარგი ამბავია. თუ აქ სტაბილურობას შევინარჩუნებთ, რამდენიმე დღის წინ ნანახი პროგნოზები გაიზრდება, რადგან ისინი ეფუძნებოდა ნავთობის ფასს, რომელიც მეორე ნახევრისთვის $100-ზე მეტი იყო. ამიტომ არ მინდა ხალხი რიცხვებით გადავტვირთო, მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა. ესეთი ომები ძიმედ ვისთად აწვება ჩვენს ეკონომიკას. ამიტომაც ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია, რომ სინათლე შევინარჩუნოთ. შემდეგ სოფლიო ეკონომიკურ კონტექსტში საფრანგეთი ბევრად უკეთ უძლებს გამოწვევებს, ვიდრე ჩვენი მეზობლები და დიდი მეზობელი ეკონომიკები. და საფრანგეთმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა აჩვენა, ვიდრე გერმანიამ და იტალიამ. ომიდან ომამდე, კრიზისიდან კრიზისამდე. მოდით ვისაუბროთ უკრაინაზე. დღეს ვიხილეთ, რომ უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყა, თანაც მოსკოვთან საკმაოდ ახლოს. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს. მოусმინეთ. უკრაინა გმირობით, ინოვაციური შესაძლებლობებითა და სამხედრო წარმოების უნუნარით ეწინააღმდეგება, რაც პირველივე დრიდან ყველა დამკვირვებელს აოცებს. ამიტომაც ის ძალიან კარგად უწევს წინააღმდეგობას და ბევრად უკეთესად ვიდრე მოსალოდნელი იყო. უკვე 4 წელზე მეტია და ნახევარია სამწუხაროდ ყოველ 3 თვეში ერთხელ სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ისინი დაიშლებიან, ზამთარს ვერ გადაიტანენ და ასე შემდეგ. მათ არა მხოლოდ გადაიტანეს ყველაზე მძიმე ზამთარი, რაც კი ოდესმე ჰქონიათ, არამედ ტერიტორიის რამდენიმე ზონის დაბრუნებაც შეძლეს. ტექნოლოგიურ ომში, რომელიც მიმდინარეობს, გვაქვს ფრონტის ხაზი, ეს ცნობილი სიკვდილის ზონა, რომელიც საშინელია დონბასის გასწვრივ გადაჭიმულია და ყირიმამდე ჩადის. ამ ზონაში დრონების ომია. ცხადია, ეს ომია, სადაც ადამიანები იბრძვიან, ბევრი სიკვდილი, უზარმაზარი დანაკარგები, სხვათა შორის ბევრი რუსული დანაკარგი, ხომ ასეა? ყოველ თვე რუსული მხარეს 30,000-ზე მეტი კაცი ნეიტრალდება. დაჭრილი ან მოკლული, წარმოიდგინე. მაგრამ დღესდღეობით ჩვენ გვაქვს დრონების ომი. და ამ ომში უკრაინის საწარმოო შესაძლებლობები ბები მართლაც გასაოცარია. და ეს დონალდ ტრამპმა აშკარად გაიგო. თქვენ თქვით, რომ ამ G7-ის განმავლობაში მოხდა გარდამტეხი მომენტი, როცა დონალდ ტრამპმა გაიგო, რომ უკრაინა შეეძლო უპირატესობა მოეპოვებინა ბრძოლის ველზე. და ვლადიმერ პუტინს წაგებულად მიიჩნევთ. სიტყვა, რომელსაც ის ხშირად იყენებს. ვიღაცა, ვინც წარუმატებელი აღმოჩნდა. ან მოусმინეთ
მე ვფიქრობ, რომ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ G7-ის განმავლობაში მომხდარ მოვლენებში, არის ის, რომ შევძელით ყველას შეკრება, მათ შორის იმ ეკონომიკური პარტნიორებისაც, რომლებსაც ჩვენ G7-ს უწოდებთ. ასევე კორეა, ინდოეთი, კენია, ბრაზილია, ეგვიპტე და ყველას მხრიდან იყო ძლიერი სურვილი, რომ თანამშრომლობა გქონოდა მნიშვნელოვან საკითხებზე. და ვფიქრობ, რომ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა, იყო ის, რომ შეიძლება ყველაფერზე არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ თანამშრომლობა, ერთად ყოფნა მისთვის სასარგებლოა ახლო აღმოსავლეთში, ასევე სასარგებლოა უკრაინისთვისაც. რაც მან დაინახა, ისაა, რომ სინამდვილეში, როცა მივიდა, ეგონა რომ უკრაინა წააგებდა. ამიტომაც უნდოდა მას სწრაფი მშვიდობა. გახსოვდეთ, იანვარი-თებერვალი 2025 წლისა, მას ეგონა რომ ეს მარადიულობა იყო. მას ეგონა რომ უკრაინა წააგებდა. საქმეები ცუდად მიდიოდა ოვალურ ოფისში პრეზიდენტ ზელენსკისთან. ნაკლებად 1 წლის წინ ანკორიჩში გაიმართა სამიტის შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის, სადაც შეთანხმება თითქმის წარადგინეს, რომ თქვეს, მოდი მივცეთ უკრაინის ტერიტორია, რომელიც ჯერ არ დაუპყრიათ. შემდეგ აგვისტოში დელეგაციით ვემგზავრებით ვაშინგტონში, რომ თქვათ, ეს შეუძლებელია, ვცადეთ. დიახ, დიდი გზა გავიარეთ, ეს გზა არის უკრაინელების გამარჯვება მათ შესაძლებლობასა და სანდოობაში. პრეზიდენტმა ტრამპმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც ეუბნებოდნენ, ცდარი იყო, რომ ისინი დაიშლებოდნენ, რომ ზამთარს ვერ გადაიტანენ. მიტანდნენ მის წინ იყვნენ მამაცი და ინოვაციური ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემდა. მეორე ისა, მან დაინახა, რომ ევროპელები იღებდნენ საკუთარ პასუხისგებლობას. რაც გავაკეთეთ ბოლო თვეებში, ეს არის შეიარაღებული მოხალისეების კოალიციის შექმნა, რომლებიც 14 ივლისის აღლუმზე იქნებიან. ეს არიან ევროპელები, რამდენიმე კანადელ, იაპონელ და ავსტრალიელ მოკავშირესთან ერთად, რომლებიც უკრაინის გვერდით ამბობენ, ჩვენ ავაშენებთ ამ უსაფრთხოების გარანტიებს მშვიდობის შემდეგ, ეს ტვირთი არ არის. და შეერთებული შტატები ამბობს, რომ იქ იქნება ამის უზრუნველსაყოფად. და მესამე ისა, რომ მან ასევე დაინახა, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს არ ასრულებდა. და სადაც იყო რუსეთი, რომელიც ამბობდა, კი მე მინდა მშვიდობა, მან გაიგო, რომ მათი ეს მშვიდობა უკრაინის კაპიტულაცია იყო. და გაიგო. ასე რომ, დიახ, იყო რეალური ცვლილება ამ დიდი შვიდეულის სამიტზე, რაც მისასალმებელია წინსვლა. მაგრამ ვინ მივიდოდა იმ წერტილამდე, რომ დონალდ ტრამპს ოდესმე შეეძლო ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა? გგონიათ, რომ ეს წერტილი დადგა? მოусმინეთ, რომ რუსეთი ფიქრობ, ერთ-ერთი შედეგი იმისა, რაც ახლო და შუა აღმოსავლეთში ხდება, არის ფასების ვარდნა. სხვა შედეგია ის, რომ მოცულობები გათავისუფლდება, რაც საშუალებას მისცემს კვლავ ზეწოლა მოახდინონ იმაზე, რაც რუსეთიდან გადის, რისთვისაც ომის დროს შეერთებულმა შტატებმა გამონაკლისი დაუშვა. და დარწმუნებული ვარო, პრეზიდენტი ტრამპი გაზრდის ძალისხმევას, რათა კოლექტიურად დაეხმაროს უკრაინას ამ საომარ ძალისხმევაში. როგორც თავის დასაცავად, ისე საკუთარი მიწის დასაცავად, ასევე იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთი მნიშვნელოვანი სადაზვერვო ელემენტებით. მაგრამ ასევე იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და მის ეკონომიკაზე და დააბრუნოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. არა მთხოვნელის პოზიციაში, არა ისეთი მშვიდობის პირობების მიღებით, რომლებიც კაპიტულაციას ნიშნავს, არამედ იმის შესაძლებლობით, რომ აშენდეს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობა. ტერიტორიული შეთანხმებით, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და რომელსაც მხოლოდ ეს ორი მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას. უსაფრთხოების გარანტიებით. ამ მხრივ ეს რეალური და მნიშვნელოვანი წინსვლა. და რა იყო დისკუსიის ხარისხი, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის გაიმართა. და მისი არჩევის შემდეგ პირველად კონვერგენცია და კონსენსუსი, რომელიც ევროპელებს, კანადას, იაპონიასა და შეერთებულ შტატებს შორის იქნა ნაპოვნი, ეს ბოლო დღეებში მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს. მოკლედ, თქვენ ნაბიჯები გადადგით, თქვენ ევროპელებმა, საფრანგეთმა, რომ წაახალისოთ ეს აუცილებელი დიალოგი. თქვენ მეტყვით, რას ფიქრობთ ამაზე, ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის? ჩვენ მუდმივად ვაწვევით მას, მაგრამ იძულებული ვარ აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე რუსეთი ამას უარყოფს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მის წახალისებას. ფიქრობ ახლა მთავარი ისაა, რომ რუსეთმა სერიოზულად მოითხოვოს ეს დიალოგი კონსტრუქციულად. მაგრამ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, პრეზიდენტ ტრამპს და მე გვითხრა, მზად ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი მოვიდეს ახლოს მაგალითად ჟენევაში, გაეროს ფარგლებში. და როცა ევიანში ვიქნებით, შეგვიძლია მას ვეწვიოთ. ასე რომ, შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული, ხო ასეა, როგორც ხალხში ამბობენ. პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურდა. ვფიქრობ, ეს დიალოგი ეხლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე. ხედავ, რომ რუსეთი დღეს მზად არ არის. მაგრამ ასევე ხედავ, რომ შეერთებული შტატები ამ ლოგიკაში ჩვენთან ერთად ერთვება. და ნახე პრეზიდენტი ტრამპი, ასევე მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მდივანი რუბიო
უკიდურესად მკაფიოდ გამოხატავდნენ, რაზე იყვნენ მზად წასასვლელად და რა იყო განხილვის პირობები, ისევე როგორც ვადები. მათ შორის ჩვენს ურთიერთობებშიც. ყოველთვის მარტივი არ არის შეესაბამო შეერთებული შტატების პოზიციას ევროპის მიმართ. და ამ G7-ის სამიტის დროს ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ მან სცადა დაერბილებინა ურთიერთობები დონალდ ტრამპთან. გვერდი აუარა ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, მაშინ როცა საფრანგეთი ამჟამად იხრჩობა. ბატონო პრეზიდენტმა მოახერხა, რომ მან უკან წაიღო საფრანგეთის ღვინოებზე გადასახადების მუქარა, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა. დიახ, ასე რომ თქვენ მართალი ხართ, არის თემები, რომლებშიც არ ვითახმებით ერთმანეთს, არის თემები, რომლებშიც ვერასდროს შევთანხმდებით. ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, კლიმატი, საერთაშორისო სამართალთან ურთიერთობა პატარა თემა არ არის. კლიმატზე საუბრობდა, მნიშვნელოვან საკითხებს ვეხები. მართლა მინდა მოუწოდო ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც გვისმენს, იყვნენ ძალიან ფრთხილად, იზრუნონ ხანდაზმულებზე, მოწყვლადებზე, ბავშვებზე და კარგად დაიცვან მთავრობის ყველა რების ყველა რეკომენდაცია, რადგან რთულ დღეებში ვცხოვრობთ. ამიტომ საჭიროა ძალიან მოუფრთხილდეთ თავს და მოусმინოთ რჩევებს. ამით ვასრულებ ამ ჩანართს. მართალია, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ მე პრაგმატული ვარ. ამიტომ ვცადე დიდი შვიდეულის ფარგლებში ამერიკელები ყველა იმ საკითხში ჩამერთო, სადაც შეთანხმებების მიღწევა შეგვეძლო. და ნახეთ, უკრაინის საკითხში ჩვენ განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლო და შუა აღმოსავლეთის საკითხში არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს. ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა თავდასხმა, ჩვენ ვიპოვეთ საერთო ენა და მხარი დავუჭირეთ. ფრანგულ ღვინოზე რა სიტყვით? მალე მივალ იქამდე, მაგრამ კიბოსა და ჯანმრთელობაზე. დაფიქრდი. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი გამოქვეყნდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს თემა მილიონობით ჩვენს თანამემამულეს ეხება. პირველად, G7-ის ისტორიაში კიბოსთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა მონაცემების გაზიარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვთა კიბოსა და ყველაზე მძიმე შემთხვევებში. ეს G7-ის დიდი მიღწევაა. კრიტიკულ მინერალებსა და იშვიათ მიწებზე. იქ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებებს, რომლებიც სპეციალისტებს ადრე ძალიან რთულად მიაჩნდათ. ორმხრივ ურთიერთობებში სტილი ყოველთვის ცოტათი პროვოკაციულია. უფრო ზუსტად, ეს ძალაუფლების ურთიერთობისთვის მუქარის ფორმაა. ამიტომ ჩვენ ეს დისკუსია ადრე გქონდა. G7-ის ამ სამიტის პირველი საათი და ნახევარი ვარი სანამ დისკუსიას დავიწყებდით, ორმხრივი დიალოგისთვის იყო განკუთვნილი. ყველაფერი მოვამზადეთ. მე მოვამზადე უკრაინის ახლო და შუა აღმოსავლეთის საკითხები. შემდეგ ვილაპარაკეთ ვაჭრობაზე. და მე უთხარი პრეზიდენტ ტრამპს, ეს მართალია პირველად მას უთხარი, არსებობს შეთანხმება, რომელიც მიღწეულია, ხელმოწერილია და დამტკიცებულია ევროპაში, სტაბილურობა ახლა. მაქვს ერთი შეშფოთება, ჩინეთის ეკონომიკა. არ წამოგვიტიოთ ჩვენ. ეს თქვენთვის არაპროდუქტიულია. ეს არაფერს აგვარებს. ის მაინც ისმენს. მერე ვეუბნები, ეხლა ახალი დებატი წამოიწყე. ციფრული გადასახადი. და თუ არ მოხსნიან, დააწესე გადასახადი ფრანგულ ღვინოზე. პირველ რიგში ვამბობ, თქვენ არ ხართ სამართლიანები, რადგან გონი 8 ქვეყანაა, რომლებმაც ციფრული გადასახადი დააწესეს. მაშინ რატომ? შემდეგ აუხსენი, რატო დავაწესეთ ეს ციფრული გადასახადი? იმიტომ რომ ზოგიერთი დიდი ჯგუფი, რომელიც ჩვენს კომპანიებს ბევრ მომსახურებას ყიდის, დიდ ფულს შოულობს, მაგრამ გადასახადებს არ იხდის. უთხარი, სხვა შემთხვევაში. და შემდეგ გადავწყვიტეთ სამუშაოს გახსნა. მერე დავშვიდით. ეს არის დისკუსია. სიტყვები ითქმის. მინდა სექტორი დავამშვიდო. მეღვინეები იციან, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები. მხარს დაუჭერ. ჩინეთში კონიაკის გვერდით ვიბრძოლეთ, რამდენიმე წლის წინ როზესთვის ვიბრძოლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეხლა მშვიდობიანად ვიბრძვით და საუბარი რაც გქონდა და გუშინდელი ორმხრივი შეხვედრა, ეს არ არის იმ ადამიანის განწყობა, რომელიც თქვენზე გადასახადს დააწესებს. მეორე მხრივ, მოდი ყველაფერი გავარკვიოთ და დავიწყოთ მუშაობა ამერიკის ადმინისტრაციასთან, რათა ვაჩვენოთ, რომ უნდა დავბეგროთ ის ჯგუფები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანაში გადასახადებს არ იხდიან. და ასე რომ, თუ ეს იქნება მინიმალური გადასახადი, ტექნიკურ გზას ვიპოვით. მოდით ვისაუბროთ გადასახადებზე. მაგრამ ნახეთ, ეს არის მთავარი. მეთოდის შესახებ სრულიად გასაგებია. ამაზე ვისაუბრეთ. ასე რომ, რაც მინდა რომ დაიმახსოვროთ არის, ინერვიულებთ ამაზე. დონალდ ტრამპმა მიგვიჩნია მოწინააღმდეგეებად, ზოგჯერ კი მთრებადაც კი. როდესაც ამერიკული კომპანიის ანთროპის ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მოდელზე წვდომა შეგვიზღუდა. ეს არის სწორი მოქცევა მოკავშირეების მიმართ. თქვენც უთხარით მას ეს? მგონია რომ კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში უთხარი, შემდეგ აუხსენი, მერე კი გქონდა დისკუსიები. ისევე როგორც G7-ზე გქონდა სპეციალური სესია ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის დაახლოებით 12 ლიდერთან ერთად. და შემდეგ ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ერთად და ჩვენი გუნდებიც ერთად მუშაობდნენ. აი მაღვიძარა, ამას გეუბნებით, ასე ხდება.
პირველ რიგში, რა ხდება ინოვაციების თვალსაზრისით? ხელოვნური ინტელექტის აჩქარება. ხელოვნური ინტელექტი არის მანქანა, რომელიც სწავლობს. თქვენ იღენებთ? მე რა თქმა უნდა ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს უამრავი რამისთვის, კვლევებისთვის, გაუმჯობესებისთვის, გასაგებად. მე მას არ ვანდობ ყველაფერს, მაგრამ ვიყენებ. და შემდეგ, რადგან მე ხშირად ვავრცელებ Mistral AI-ს, ვიყენებ chat-ს. კარგი. მხოლოდ chat-ი. მე ვაძლევ სტიმულს ყველა ჩემს თანამოსაუბრესრეს, რომ გამოიყენონ, რადგან სწორედ გამოყენებით მივცემთ ყველაფერს და გავაგრძელებთ მის გაწვრთნას და გაუმჯობესებას. საფრანგეთს შეუძლია იამაყოს, აქ გავაკეთებ მცირე შენიშვნას, ცოტა დავიკვეხნით უნებას დამთავრდ, ხელოვნურ ინტელექტზე, სანამ დაბრუნდები, საჭიროა სწორად შეხედვა. როცა მუშაობს, უნდა ითქვას გულახდილად, ეს შესანიშნავია. დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ხელოვნურ ინტელექტში ევროპაში. ძალიან შორს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ხელოვნურ ინტელექტის სტარტაპს ქმნის ევროპაში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ამზადებს. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ სტრატეგია. ადამიანები იღვიძებენ საჯარო დებატებში. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელოვნური ინტელექტი. საბედნიეროდ ჩვენ არ ველოდებით მათ. 2018 წელს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია საფრანგეთში. 2019 წელს კვანტური სტრატეგია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადო ამ საკითხში. დღეს ორი ლიდერია, შეერთებული შტატები და ჩინეთი. ევროპა ჩამორჩა. ჩვენ კი უდავოდ საუკეთესოები ვართ ევროპაში. დიახ, ერთადერთები ამ ცნობილ და მნიშვნელოვან დიდ ენობრივ მოდელებში. მას Mistral-ი შედარებით ღია ChatGPT-სთან, Anthropic-თან და სხვა მსგავსებთან და ასე შემდეგ. ერთადერთები, რომლებიც არც ამერიკელები არიან და არც ჩინელები, არიან კანადა და ჩვენ. ჩვენ ვართ ერთადერთი ორი ქვეყანა, რომლებსაც ეს აქვთ. ასე რომ, უნდა წავიწიოთ წინ. უბრალოდ ეს რა არის? არა, მაგრამ ზუსტად ასეა. მოგცემთ რამდენიმე რიცხვს, მაგრამ თქვენ უკვე იცით ისინი. მაგრამ მე ვიცი ისინი, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის თქმა. თქვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ინვესტიციები ხელოვნურ ინტელექტში. და შეერთებულ შტატებში ეს არის 600 მილიარდი საჯარო თანხა, არჩევთ მილიარდობით დოლარს, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები, ეს კერძო კომპანიები ხარჯავენ. სად არის საჯარო ფული და თანხები? შეგვიძლია იმდენივე დავხარჯოთ, რამდენსაც შეერთებულ შტატებში მაგალითად. მაგრამ ამასთან ერთად გვაქვს მთელი ის თანხა, რომელიც ინვესტირებულია პროგრამაში საფრანგეთი 2030. ეს ინიციატივა თითქმის 5 წლის წინ დაიწყო. მე გამოვაცხადებ ცვლილებებს. ოქტომბერში. თვის. საფრანგეთი 2030. ჩვენ ვაბანდეთ მილიარდები ჩვენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში. კიდევ უფრო მეტი. არა, რადგან ჩვენ მასშტაბი ვართ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა შეერთებული შტატები და ევროპა. ჩვენ ფრანგები ბევრად უფრო მეტ საჯარო ფულს ვაბანდებთ, ვიდრე ბევრი მეზობელი. მეორეც, აუცილებელია კერძო ფულის მობილიზება. ჩვენ დავიწყეთ ახალი ფონდი, მესამე თაობა, TB-ის ფონდები. ჩვენ დავაბანდებთ 15 მილიარდ ევროს, რომელიც მობილიზებულია ჩვენს ინსტიტუტებში. ეს არის კერძო, რათა წინ წავიდეთ. შემდეგ ჩვენ ვაგროვებთ კერძო ფონდებს, რომლებიც მიდის ხელოვნურ ინტელექტში. მაგრამ ჩვენს ევროპას მეტი ინვესტიცია სჭირდება. ამიტომ ბრძოლა, რომელსაც მე ვაწარმოებ, ისევე როგორც ამის ევროპულ დონეზე გატანა, გვჭირდება ბევრად უფრო დიდი ბიუჯეტი, რომ მეტი საჯარო ფული ჩავდოთ. დღეს ევროპა ხელოვნურ ინტელექტში საკმარის ინვესტიციას არდებს. ჩვენ ფრანგები უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე მეზობლები. ჩვენ ევროპელები საკმარისად არ ხარჯავთ. გერმანელებთან საუბრობ. რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ბერლინში ვიყავი ციფრულ სამიტზე ამისთვის და წელს ვივათეგზე საპატიო სტუმარი გერმანია. ამიტომ ფიქრობ, რომ ამ საკითხზე მათ დავარწმუნებთ და ამას შევძლებთ, მაგრამ ბრძოლაში ვართ. საფრანგეთი ევროპის წინა ხაზზეა. ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ. ეხლა თუ საფეხბურთო მეტაფორას გამოვიყენებთ, გლობალურ ასპარეზზე გვინდა ვიყოთ. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ინვესტირება. და მინდა რომ ჩვენს თანამემამულეებს ესმოდეთ რატომ. საჭიროა კერძო ფულის ინვესტირება, რადგან ეს ფული საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ და შევიძინოთ მონაცემთა ცენტრები. ამით კი შევიძინოთ დამუშავების სიმძლავრე და კიდევ უფრო მეტი. და ეს გამოთვლითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევს თქვენს მოდელებს იმუშაონ. დღეს Anthropic-ი, როდესაც ქმნიან თავიანთ მოდელებს, Mythos 5-ს ან Fables 5-ს, ორივე აქცალულია, ისინი ავარჯიშებდნენ 15 ჯერ უფრო მაღალი გამოთვლითი შესაძლებლობებით, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ მობილიზება. და ჩვენ ბევრად უფრო მეტს მობილიზებთ, ვიდრე ჩვენი მეზობლები. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგიის განხორციელება, რაც მონაცემთა ცენტრებში ინვესტირებას გულისხმობს. და აქ საფრანგეთი ძალიან წინ არის, საბედნიეროდ. გვაქვს ბირთვული ენერგია, რომელიც ხელმისაწვდომი და იაფია. ამიტომ მონაცემთა ცენტრები, ტალანტები, ჩვენი ეკოსისტემის დაცვა, როგორიცაა Mistral-ი, Alani, ყველა ჩვენი შესანიშნავი კომპანია და ამის დაჩქარება, ასევე ბევრად უფრო ძლიერი ევროპული სტრატეგიის ქონა, მეტი ინვესტიცია. ამიტომ ეს არის პირველი ბრძოლა, რომ უპასუხოთ იმას, რაც გაკეთდა. ეხლა თქვენს კითხვას დავუბრუნდები. ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად ერთი კვირის წინ რა მოხდა. პირველი გამოფხიზლება. ჯერჯერობით ამერიკის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ უნდა რეგულირდეს, ეხლა მიხვდნენ, რომ ეს სახიფათოა. მიხარია.
2 წლის წინ როცა ხელოვნური ინტელექტის სამიტი ქონდა, ყველა გვეუბნებოდა არ დაარეგულიროთო. ცოტა რეაქცია იყო. მაშ ჩვენ უთხარით მათ, თუ ეს სახიფათოა, გააზიარეთ სანდო პარტნიორებთან. და თქვენს მოკავშირეებთან. და ესე ნახავთ, რომ მომდევნო დღეებში მივახცევთ შეთანხმებებს, რათა ეს მოდელები გაზიარდეს იმ სამთავრობო ორგანოებთან, რომლებიც უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავენ. რადგან ეს კიბერუსაფრთხოების საკითხია ჩვენი საავადმყოფოებისთვის, ბანკებისთვის და ასე შემდეგ. და შემდეგ ისინი კომერციულად კვლავ გახსნიან მას. ამ საკითხს მომდევნო დღეებსა და კვირებში გადავწყვეტ. ამიტომ კერძო სექტორში ფულის ჩადება, რადგან საჯარო ფული ბევრი არ გვაქვს. გამოვიყენოთ ბერკეტების ძალა. ორივე ჩადეთ. ბერკეტების ძალა ვერსალშია. აქაც არის, მაგრამ ასევე არის MŠP, ეს მნიშვნელოვანი მეტრიკაა. როდესაც ხედავთ, რომ საფრანგეთის ზრდა გაჩერებულია, უმუშევრობა ისევ იზრდება, საფრანგეთის ვალიკი 3000-დან 3500 მილიარდამდეა. ფიქრობთ, რომ საბოლოოდ საფრანგეთი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოხვედით? ფიქრობ, საფრანგეთი და ევროპა დამოუკიდებლობის გარდამტეხ ეტაპს გადიან, მაგრამ ფიქრობ, რომ საფრანგეთს დღეს უფრო ძლიერი არმია ჰყავს. სწორია. თქვენ ძალაუფლებაზე საუბრობთ. მას უფრო ძლიერი და მკაფიო დიპლომატია აქვს. ეს სამიტი ამის მაგალითია. მას აქვს უფრო მყარი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე გერმანიას ან იტალიას. და შესაბამისად, საფრანგეთი ბოლო 10 წლის განმავლობაში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გერმანია. უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე იტალია. რაც არ ხდებოდა წინა 15 წლის განმავლობაში ფრანგულ-გერმანული პარტნიორობისთვის. საფრანგეთი უკვე 7 წელია, რაც რეინდუსტრიალიზაციას ახდენს. მაშინაც კი როცა რთულ დროს ცხოვრობთ, უფრო მეტი კომპანია შევქმენით, ვიდრე დავხურეთ, უფრო მეტი სამრეწველო სამუშაო ადგილი შევქმენით. საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტის ლიდერია ევროპაში. საფრანგეთი ენერგეტიკის ლიდერია ევროპაში. და 10 წლის წინ ქვეყანას ჩაუდექი სათავეში, რომელიც აპირებდა ატომური ელექტროსადგურების დახურვას, აღარ აბანდებდა ბირთვულ ენერგიაში და ჩვენ სრულიად შევცვალეთ ეს მდგომარეობა. ჩვენ ვექსპორტირებთ 90 ტერავატ-საათს წელიწადში. ეს არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას ძლიერები ვიყოთ. ჩვენ გვაქვს სირთულე, ჩვენი საჯარო ფინანსები. ჩვენი საჯარო ფინანსების გასაღები არის იმის ცოდნა, როგორ გავაგრძელოთ პასუხისგებლობის აღება. მინდოდა წინ წასვლა, მაგრამ პენსიების საკითხში სრული მხარდაჭერა არ მქონდა. მაგრამ ჩვენი სოციალური მოდელი რეფორმირებას საჭიროებს. ეს იქნება ამოცანა მათთვის, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა. ეს აუცილებლობაა, რადგან ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გულუხვი სოციალური მოდელი აქვს, ქვეყანა, რომელიც თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდეს ნაწილს საჯარო ხარჯებზე ხარჯავს, თუ მეტ ეფექტიანობას არ შევიტანთ და ამ მოდელს არ რეფორმირებთ, ვერ გვექნება მდგრადი და ხანგრძლივი ძალაუფლება. ამიტომ კატასტროფიზმს არ მიმართავ და არ ვამბობ, რომ ყველაფერი გაჩერებულია. ეს არასწორია. უმუშევრობა ბევრად უფრო შევამცირეთ, ვიდრე მეზობლებმა. გაუძელით. ყველა კრიტერიუმით უფრო ძლიერები ვართ. ეხლა საჭიროა გამბედაობა, რომ საჯარო ხარჯები უფრო ეფექტიანი გავხადოთ. უმუშევრობის შემცემცირება, რაც ამ 9 წლის განმავლობაში მივიღეთ, მაგრამ უმუშევრობა ისევ გაიზარდა. ბოლოს და ბოლოს, ბოდიში, 9 წლის წინანდელ სიტუაციასთან შედარებით, არა. და ასე შევძელით ამ ყველაფრის კონსოლიდაცია. მათ შორის მოქმედი მთავრობა პრემიერ-მინისტრმა განახორციელა უმუშევრობის დაზღვევის რაზღვევის რეფორმა, რომელიც დანაზოგების საშუალებას იძლევა. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა კონსოლიდირდეს. საჭიროა რეფორმის განახლება. ეს აუცილებელია დაბერებულ ქვეყანაში. აუცილებელია გავაგრძელოთ გონივრული დანაზოგების გაკეთება ჯანდაცვაში. ანუ გავხადოთ ადამიანები უფრო პასუხისმგებლიანები და ჩვენი მედიცინა უფრო ინდივიდუალიზებული. ეს ასევე ნიშნავს პრევენციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. საჭიროა სახელმწიფოსადოსა და თვითმმართველობების უფრო ეფექტური ხარჯვა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება გაკვირდებიან და იფიქრებენ, რატო არ გააკეთეთ ეს? მაგრამ ბოდიში მე ეს გავაკეთე. და მე ეს ბევრ სფეროში გავაკეთე, მაგრამ ასევე ვამაყობ იმით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გავაორმაგე. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს რას ვითხოვდით? პოლიციელების რაოდენობა და მოსამართლეების ბიუჯეტი 60%-ით გავზარდე. ნახეთ რა გადაიტანა ქვეყანა კიდევ ერთხელ. ზუსტად ეხლა ვილაპარაკებთ სამართალზე. კარგი. თუ ეს ყველაფერი არ გამეკეთებინა, შეიძლება სამართლიანად ეთქვათ, რესურსები არ ყოფნის. მაგრამ კარგად დააკვირდით ყველაფერს, რაც გავაკეთეთ. მე მიმაჩნია, რომ 2020 და 2022 წლებში ავირჩიეს ფრანგი ხალხის წინაშე საპენსიო რეფორმის პროექტით, რომელიც ითვალისწინებდა პენსიაზე გასვლას 60-დან 65 წლამდე ასაკში. ვიძალები აღვნიშნო, რომ ეს რეფორმა არ იქნა მიღებული, არ იქნა მხარდაჭერილი, შემდეგ კი ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობაც უკან დაიხია ამ გადაწყვეტილებიდან. ეს არის დემოკრატიული ცხოვრება. დიახ, შემიძლია ვინანო, პირადად ვნანობ, მაგრამ ეს არის დემოკრატიული ცხოვრება. ეს არის ყველაზე ეფექტური და შესაბამისი ნაბიჯი ჩვენი ხარჯების შესამცირებლად. რადგან დღეს პენსია არის ყველაზე დიდი საჯარო ხარჯი. თუ მას არ შევცვლით დაბერებულ ქვეყანაში, ჩვენ ფარისევლები ვართ. მოდით ვისაუბროთ მართლმსაჯულებაზე. თქვენ მოკლედ ახსენეთ, როცა საუბრობდით დრამაზე, რომელმაც ფრანგები შეძრა ლიანას სიკვდილი.
თქვენ ლიანას ოჯახს ესაუბრეთ ტელეფონით ჟერალ დარმანენი, იუსტიციის მინისტრი, ბოდიშ სუხტი და ფრანგული მართლმსაჯულების სახელით. თქვენ ეს გააკეთეთ საფრანგეთის სახელით. ამ საკითხს ასე არ დავაყენებ და ვფიქრობ, რომ ასე არ არის. მე მყავს ოჯახი და მინდა ამ ურთიერთობის ღირსებასა და ადამიანურობაში დავჭე. და შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის უბრალოდ ვამბობ, რომ მთავრობამ ხო მან უნდა აჩვენოს, რას გააკეთებს. პირველ რიგში ეს არის თემა, საქმე, რომელსაც მრავალი წელია ვიცავ და რომელზეც უკვე ბევრი რამ გაგვიკეთებია. მიმდინარეობს ღრმა ტრანსფორმაცია. მაგრამ თითქმის შევძელით. მაგრამ რა თქმა უნდა, იყო რაღაცები პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ყველაფერი სწორად არ გაკეთებულა. ეხლა კი მოთხოვნილია ინსპექცია, რომელიც ჩატარდება 22 ივნისს. მე არ ვაპირებ, მე წინასწარ განსაზღვრო და დავიწყო სხვის დადანაშაულება. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ გამოხატო ჩემი გრძნობები. ამას პირდაპირ ვეუბნები იმ ოჯახებს, რომლებიც ამ დრამებს განიცდიან. რაც ვიცი, ისა რომ არასდროს ყოფილვართ უმოქმედოდ. და საჭიროა ასევე გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ სულ უფრო მეტს ვითხოვთ ჩვენი ძალებისგან. და რომ იყო დაფარული კონტინენტი. სიტყვის თავისუფლება მინიჭებული იყო სივისის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევქმენი. და მან ბევრი რამ გამოავლინა. და მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ როცა მე ამირჩიეს ჩვენს ციხეებში, სადაც მაშინ ნაკლები პატიმარი იყო ვიდრე დღეს, 7-დან 7 სექსუალური და გენდერული ძალადობისთვის იყო დაკავებული. დღეს ეს რიცხვი 3-ჯერ მეტი. ეს ნიშნავს, რომ კი ჯერ კიდევ არის გადაუწყვეტი საქმეები, მაგრამ ბევრია ადამიანი, ვინც დააკავეს, დააპატიმრეს და ადრე ეს ისტორიები სრულიად ჩუმად იყო დარჩენილი. რადგან 2018 წლიდან შევცვალეთ ვადა და შესაბამისად ბოლო წლებში მიმდინარეობს უწყვეტი მუშაობა. დიახ, ჩვენი საზოგადოებები ცხოვრობენ ძალადობაში მიუღებელი სიტუაციებით. დიახ, როცა ამ წლების განმავლობაში არსებულ სიტუაციებს ფარდას ხვდით, ყველანი განვიცდით აღშფოთებას იმის გამო, რაც შეიძლება მოხდეს, რადგან ბავშვისთვის ხელისხლება ყველაზე საშინელი რამაა. დიახ, ყოველთვის ვამბობთ, შეუძლებელია რომ არ შეგვემჩნია, ამას ვერასდროს შევეგუებით, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ამას გულისხმობ. არასდროს შევეგუოთ, ყოველთვის აღშფოთებულები ვიყოთ. მაგრამ ეს აღშფოთება არ უნდა ნიშნავდეს უძლურებას და არ უნდა ნიშნავდეს შურისძიებას. თქვენ თქვით, ძალადობას არ უნდა უპასუხოთ ძალადობით. არა. მაგრამ ის უნდა მოქცეს ამის უფლება. მე ვსაუბრობდი პოლიტიკურ ძალებს. მიუღებელი იყო ეს სულელური პოლემიკა. მე ვსაუბრობდი პოლიტიკურ ძალებზე. და მაშინვე მივიღებთ კანონს. მაგრამ შეხედე რა იმუშავა და რა არა. შეხედე ყველაფერს რაც გაკეთდა. შეიძლება რაღაცები ზედმეტი იყო, მაგრამ ბევრი რამ გაკეთდა. რა უნდა გაუმჯობესდეს? ეს უნდა გაკეთდეს მშვიდად და მეთოდურად, რომ ეფექტური იყოს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა გეუბნებით, ეს აღშფოთება, თუ გვინდა რომ ნაყოფიერი და პროდუქტიული იყოს, საჭიროა გამოვლინდეს სასარგებლო ქმედებებში და არა უბრალოდ პოზაში. საბოლოოდ ის დაავადება, რაც გვაქვს, პატიების ერთგვარი ფორმაა, ნდობისა და პატივისცემის საკუთარი თავის მიმართ. თუ საფრანგეთს აღარ აქვს თვითდაჯერებულობა და ღირსება, რას ელოდება რომ დიდ საქმეებს გააკეთებს? და გეუბნებით რომ უნდა ვისაუბროთ ჩვენს დიპლომატიაზე, არმიაზე, ეკონომიკაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ნურ ინტელექტზე, მართლმსაჯულებასა და უსაფრთხოების ძალებზე. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ და უნდა შევხედოთ ჩვენს მარცხებსა და ნაკლოვანებებს სიფხიზლით. ყველა მესტად უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ისინი, მაგრამ არ უნდა რომ დრამის ან პრობლემის შემთხვევაში ყველანი დავიწყოთ თავის გლეჯა და ვთქვათ, დავიღუპეთ, გავჩერდით. აღარ ვითვლი იმ გადადგომებსა და უარყოფებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვიღუპებით. სინამდვილეში წლების წინ უნდა ვიყოთ უკვე მკტრები. არა, ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ და ეს ბოლო დღეებში დავამტკიცეთ. ეს დიდი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და ეს ფრანგებმა შეძლეს. და ამ ოთახში, სადაც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნის თავდაცვის საბჭოები ტარდება, ხანდახან წარმოიდგენთ ხოლმე თქვენს ადგილას, თქვენს მემკვიდრეს. ამ საკითხებზე არ საუბრობენ. ამაზე ვფიქრობთ. და არ ვართ ვალდებულები ყველაფერი ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ. ბრუტალიზებულ სამყაროში, მას შემდეგ რაც ამაღამ ყველაფერი ვთქვით, რა თვისება უნდა კონდეს მას? ფრანგებმა ეს იციან. ვენდობი მას. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ, დიდი ხალხი. და მათ იციან რა არის კარგი მათთვის, იციან როგორ აიღონ თავიანთი ბედი და მომავალი ხელში. საჭიროა დებატში სიცხადის შეტანა. და შესაბამისად, ჩემი როლი იქნება ბოლომდე მოქმედება. ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. იმის უზრუნველყოფა, რომ დებატები კარგად იყოს განმარტებული დიდ გამოწვევებზე. მაგრამ ფრანგები სწორ არჩევანს გააკეთებენ. დაწუნებული ხართ? დიახ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ეს ძალები. განვიცდით დრამებს, რთულ მომენტებს და ძლიერ ემოციებს.
ბატონო, თქვენ ზოგიერთი მომენტი გამიხსენეთ და ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. მაგრამ ჩვენ დიდი ხალხი ვართ და ძალიან პოლიტიკურად მოაზროვნეერი ვართ ამ სიტყვის კეთილშობილური მნიშვნელობით. ფრანგ ქალებს და მამაკაცებს პოლიტიკა უყვართ და ისინი ირჩევენ იმას, რაც მათ მომავალს არგებს. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მადლობა თქვენ და მადლობა რომ აქ მოხვედით.